დრანცი. ძიმი არ არის? არა. მე წამოვიღე. არა, ვინცი მეძა. ცოცხალი თავით არ მაძლევს, რომ წამოვაღებინო. ჰეი, გიხარია სკოლაში? კი. ყველაზე პირველი ვინ მოვიდა? მე. თან რა შორს ცხოვრობ დედა სკოლიდან? ხავ? არ ცხოვრობ. შემოგევლე. გამომხედე გოგო. ქარია ჩვენთან ისეთი, ესე იგი დაგლიჯა ხეები, წუხენ ნახეთ რა ხდება. რამდენი ფოთლებია და მთელი ნაგავი და მტვერი მოტანილი. დანიკო, წავედით? წაურა! წავედით რა გაქვს დღეს საჭმელი მენიუში ვნახოთ, ხო? მე სათვალე როგორ გიხდება გოგო? ყვები მე? წაიღებ შენ ჩანთას. შეიძლება ერთი სურათი რო გადაგიღო? ესეც დღევანდელი საჭმელი, რაც ეკრება მენიუში დანიკოს. წელს ფაქტიურად წინასწარ არაფერი არ მიყიდია, გარდა ამდაგვარი პასტების ჩასადებისა, პენალი უყიდე ერთი პასტა, ერთი ფანქარი, ერთი სახაზავი, მაკრატელი, ერთი საშლელი, ერთი რვეული ქართულის, ერთი რვეული მათემატიკის. მეტი საერთოდ არაფერი არ მიყიდია განსრახ ეველინასთვის. გადავწყვიტე, როცა დაიწყება სკოლა, შევეკითხები მასწავლებელს რა ჭირდება და ეტაპობრივად მე უყიდი. მე მგონი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება ეს არის. ხო და ესეც მოვიქეცი. ეხა მითხრეს რომ ჭირდება სახატავი რვეული, ჭირდება ესეთი პაპკა, სადაც სახატავ რვეულს ჩავდებ, თავისი ფანქრებით, ფლომასტერებიო არ ჭირდებაო, მარტო ფანქრებიო და გავხსნათ. ჩასადები უყიდე ცალკე, ეს ფანქრები, პასტისთვის, მაკრატლისთვის, საშლელისთვის, რასაც ქართულში მათემატიკაში იყენებს, იმისთვის ცალკე აქვს და ეს ხელოვნებისთვის ექნება ეს. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა უფრო ჭკვიანურად მოვიქცე და ყველაფერი არ ვიყიდო ერთიანად, რაც ჭირდება, არ ჭირდება და რაც აუცილებელია, რასაც ამაბარებს მასწავლებელი, მე ვიყიდო. რა სიტყვა ზურიკო შენ? ხო ჭკვიანი ცოლი ყავს ეხარულო. მიუსადა? ნუგზარ მოუსტანა? მანქანაზე? ესეთი ამბები. მშობელთა კომიტეტში ვარ სიხარ. გუშინ ვერ წავედი კი არა, ვერ მოუსწარი მას. რა ქვია მაგას? მშობელთა კრებას. იმიტომ რომ აეროპორტში ვიყავი. და დღეს რომ მივედი, დამახვედრეს ამბავი, რომ ვარ მშობელთა კომიტეტში. ხო და ერთი სიტყვით ესეთი ამბები გვაქვს, გოცილარი მაქვს მისაცემი მშობლებზე არ დამავიწყდეს. გოცილარი დასადები. ხო და ეხლა წავარ და ვისაუბრებ ჩემ მეუღლესთან ერთად. სადმე გარეთ გავუყვებით. ქარია, საშინელი, სად მიდიხარ მაიკო ამ ქარში და ამ ამბავში. მოცლილი ხარ, აშკარად. წავა რა თქმა უნდა გვირილასი. მე ამას ყავა. და სიმითი რა თქმა უნდა ნაირ-ნაირის სხვაგან აბასაც წავიდოდით და კექსი აქვთ რაღაცა ახალი. მე არ ჩანს ეხა ანარეკლია. მოიცა გაჩვენებთ კექსი. არიო ქიშმიშითო და არიო უგემრიელესიო. და წამოვიღეთ. ზურამ ჭამა ეხა დილას ვაპირებდით სიმითით დაყავით დაწყებას, მაგრამ ჰამბურგერი ჭამა. გემრიელია. ჰამბურგერი აწერია, მაგრამ ისე სოსისიანი ისა, ძალიან გემრიელი, ერთი მოვკვიჩა, ძალიან მომეწონა და წამოვიღეთ კექსიც. ხო და და მე დაამაგრებენ, სავარაუდოდ ჩააცემენტებენ. ჩვენი ყავით ურთ გამოვემართეთ მე-6 წყაროსკენ და ეხა სადმე პარკში აქ დავჯდებით. 7 წყნარად. ძალიან. საბერძნეთში სად გაქვს ესეთი? სამაგიეროდ საბერძნეთს სხვა აქვს, კუნძულები აქვს.
ყველას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. მოდულები სადაც ხე არ არის. ხე არა, ჩვენ უფრო სიმწვანე გვაქვს, ზღვაც გვაქვს, თაც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. რაც საბერძნეთს არა. მარტო საბერძნეთს კი არა, ვერც არა. ესეც მე-6 წყარო. აქ დადიოდა აბაზანებზე ბატონი სტალინი. იოსებ ბესარიონოვიჩ ჯუღაშვილი. რატო ჩამომიყვანე? ვიყვაბაზანე. ლამაზი შენობა. ვისაც რევმატიზმი. ზურაპონჩიკებით. მეყავით. ამ ადგილს ჯაობს რამე მითხარით. უბრალოდ გული გწყდება, რომ სკამები ზოგიერთი განადგურებულია. ვითომ ვინმეს ხელს უშლის. ნახეთ რა ლამაზი. ნახეთ. ალისა რო არის საოცრებათა ქვეყანაში. ისეთი ხეებია. აი თავი როგორ ამოწეს? ვაიმე რა სასაცილოა ღმერთო. ჩამალულია. ჩამალულია ხო? ამოწიე თავი. კოდა ლახეს უკაკუნებს. დატოროლაცაში გალობს. ამოწია თავი. ვაიმე. მოიცადე მოვალ. ვაიმე რა საოცარია. როგორია ვიძელა ისე ყვანელია. რამხელა წვილია აქ. ღმერთო. კოდალა. წყალტუბოს პარკში ციყვები ძალიან ბევრია. ღმერთო რა ტიპია. ეს უკვე თათამია. ევეკო, ჭადრაკი კარგი იყო? ქონდა დღეს ჭადრაკი? ხო, ბოლო გაკვეთილი ქონდა ჭადრაკი. მე არ ვიცი თამაში, შენ მაინც ისწავლე, შენს მაგია. ეს სამეცადი მამამ დღე. რა გაქვს, სამეცადინო დედა? მათემატიკა და კიდე? ქართული? ჭამე ვაშლი? და სენდვიჩი ქონდა კიდე. მე თამაშე დასვენებაზე? ხო არა. ზოგადად ამე დასვენებაზე? კი, ხატავ. ხატავდი? მე დავხატე ორენჯის აი. ჩიმი გოგო. ჩიმი გოგო. ხაბა თუ გამოიცნობ სად ვართ? საბუთში. რატომ? ვიზონებში დაგაკეთე. რატომ და გაიგეთე ნემსი? კატას ჩათხარა პირში ხელი. მე თამაშებოდი. მე ვიფერებოდი მაშინ. არაფერი მაგი ფერება აღარ იყო დედა მაგი უკვე მაინობა იყო. მუსელზე ვიფერებოდი და მაშინ მეიკვინო. რაგაცინებს? არ ვიცი. ფაგვი თქოსა რა გორცხობინა როჭამე. რაგაცინებს შვილო? ეხლა ვართ ანტირაბიულ კაბინეტთან რომ გავიკეთოთ ვაქცინა. და ნებს. არ გველება. რაგაცინებს რა. გავუკეთეთ ევეკოს აცრა, მოვედით სახლში და ეს ქალბატონი მეორე სართულზე დაგვხვდა აგერ გაგორებული. ეხლა 10 დღე უნდა ვაცხოვროთ პრინცესასავით და მე წავიდეთ გავუკეთოთ აცრა ამასაც. ამდენი ხანი უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ ვერ მოვახერხეთ გარკვეული მიზეზების გამო. მე რა რომ დედა ალერგიულია, კატები მაინც გვიყვარს. მე რა რომ ევეკომ იმაიმუნა,
მიუ მაინც გვიყვარს ხო მიუ? ფს. ხო? გეძინება? ძალიან გეძინება? მიუ. მიუ. ძალიან მიყვარხარ მიუ. რა დღეშია? გოგო. ვინ გითხრა გამოდიო, საიდან ამოდის ზემოთ? მიუ. საიდან ამობრძანდი ზემოთ, ა? დანიელა ჩხუბობს ქვემოთ. მოვიყვანე ახლა ბაღიდან დანი და ითხოვს გარეთ გაყვანას, ეტლით გამასეირნეო და აქ ერთი ამბავი. მიუკო. მიუკო. ფს 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 ფს. მიუ. როგორ ახარ? როგორ ახარ მიუ? წამოქვემოთ მიუ, არ შეიძლება აქ საწოლზე.